1995 წლის 16 დეკემბერს ნიუ-იორკში Snoop Dogg-ის Dogg Pound-ის ვიდეოს გადაღების დროს სროლა მოხდა. Snoop Dogg-მა შუგსა და Tupac-ს დაურეკა. Tupac-მა თქვა, Death Row-ს ოჯახის წევრების მოკლა სცადეს. საქმე ის არის, რომ Biggie Smalls-მა ერთ-ერთ რადიო ინტერვიუში თქვა, არ მჯერა, რომ ნიუ-იორკი უშვებს Dogg Pound-ს და Tupac-ს ჩვენს ქალაქში, Times Square-ის გულში კლიპის გადაღებას. თუმცა Tupac-ი იქ არ იყო. ისინი იქ იმის სათქმელად არ ისროდნენ, რომ წადით. ისინი იქ ვიღაცის მოსაკლავად ისროდნენ. ერთ-ერთ წვეულებაზე Suge Knight-მა და სავარაუდოდ Tupac-მა Bad Boys წვეულების ერთ-ერთი წევრისგან Puffy-ს ადგილსაყოფელი შესახებ ინფორმაციის გამოსვლა დაიწყეს, რომელიც სასწაულებრივად Death Row-ს წვეულებაზე აღმოჩნდა. მან რამოდენიმე დარტყმა მიიღო და შეიძლება 20 ჭიქა შარდი დალიე. ხვდები რას ვამბობ? სიტყვასიტყვით. 96 წლის მარტში კიდევ ერთ ცერემონიაზე Tupac-სა და Suge Knight-ს